აი გაიმეორე ჩვენ ვერ გავიგეთ, მაგრამ მესე მოუკარი ყური რომ მოუნათლავი ბავშვი ყავს და არის რაღაც 30 წლის, ხო? ჯერ ეხლაც 28 წლის ქალიშვილი მყავსო და მოუნათლავი. მე ვეღარ გავიგეთ. დიახ. რა უნდა ქნათ, უნდა მონათლოს. 28 წლის ქალიშვილი მყავს. მე და ვერ ვათხოვებთ. რატომაც? და მაინტერესებს შეიძლება რომ ეს მის მოუნათლობასთან იყოს რამენაირად კავშირში? არა, ეგ რა კავშირში ერთმანეთში გალბატონო. ეგ იცით რა, ცოტა ისეთი კითხვა არის, ნუ შეიძლება მოუნათლავი რომ გათხოვდესო? არა, მაგის რომ ვერ ვათხოვებ, ეგ იყოს მიზეზი რომ მოუნათლავია. ხოდა ნუ კი, მაგრამ რატომ არის ამდენი ხანი მოუნათლავი? არ არ წამს უფალი? გაითიშა? მოკლედ თქვენი პრობლემა არის არა ის რომ ვერ თხოვდება, პრობლემა დევს იმაში რომ ადამიანი ვერ არის რწმენაში, დღემდე მოუნათლავია, ეს არის თავარი პრობლემა თქვენს ოჯახში. რატომ მე მგონი ეს ცოტა ინტრიგანული კითხვა იყო? არა, ნუ ვიტყვით მაინც. არა, შეიძლება ახლა ეს კიდე ამოჭრან და კიდე გააცარჯონ. არა, რატო არ გასასწორებია? ხა ასეთ რაღაცებს დაზღვეული არ ვარ ციფროსტელი მაყურებელი. არა პრობლემა. ხო, ცოტა ხანი გააჩერე ზარები დათო სასაკითხი. ანუ თუ გულწრფელად კითხულობთ და ამაზე ასე იგი ინტრიგას აგებთ, მაშინ მაგაზე საჯელს მიიღებთ, იმიტომ რომ ასეთ თემებზე სასაცილოა კი არ არის, სატირალია, ასე თქვა ეგრეთ წოდებული გადაობა და თუ მართლა გაინტერესებთ, დათო აბსოლუტური პასუხი გაგცათ. 28 წლამდე. ხო, ნუ მე თვითონ ვიყავი 28 წლამდე მოუნათლავი და მე მოვინათლე ახლა. აი რა უნდა გიპაცხოთ ეს რაღაცაზე ჩვენ ყოველწოდნეები ხო არ ვართ ან ის ხო არ ვართ ჩვენ ვართ ჩოლებრივი არა ნამდვილად არ არის თავარი პრობლემა ის გათხოვდება თუ არ გათხოვდება იმიტომ რომ რომს გათხოვდეს ჯვარს ვერ დაიწერს ხო თუ ამას ცოტაზე აიმატება და არ ჯობია ჯერ წმენაში მოვიდეს მოინათლოს ქართველი ადამიანი თუა მე თუ მედეს ჩვენ ღვთისმშობლის წილ ხედავ მიწაზე და მე ყველა პრობლემა